მაშ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში რამდენიმე დღეში ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება. ვიცით რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არის შეწყვეტილ დაპაუზებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. უკვე გაცხადდა რომ თებერვალში ჯი დევენსი ჩამოდის, მას აქვს სამხრეთ კავკასიური ტურნე და ამ ტურნეში არ მოიაზრება საქართველო. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვაც დაუსვეს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა რომ მისი ინფორმაციით კონკრეტულ თემას ეხება, ანუ ზანგეზურის დერეფანს ეხება ეს ვიზიტი და შესაბამისად საქართველო ამიტომ არ არის შეტანილი მისი მოგზაურობის ნუსხაში, თუმცა ქართული ოცნება ვერც უარყოფს პრინციპში იმას, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა დღეს და გაურკვევლობა, ძალიან დიდი გაურკვევლობა არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს შორის და ჯერ არავინ იცის რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. ვიქტორ ყიფიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ჯეოქეისის ხელმძღვანელი შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სწორედ აი ამ თემით მინდა თქვენთან დავიწყო ურთიერთობა. გასაგებია რომ ქართული ოცნება არის მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ აი რა შეიძლება იყოს ვაშინგტონის საპასუხო ნაბიჯი? ან შეგვიძლია თუ არა დავარქვათ სახელი, ახლა რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები? მაშინ როდესაც ამერიკას საქართველოში ელჩი ჯერაც არ გამოუგზავნია, მაგრამ რაღაცა არც საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში არ დაუფიქსირებია. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ქართული მხრიდან ეს ტერმინი გამოვიყენე, ფაქტიურად საგარეო პოლიტიკაში რეჟიმი არის საკუთარ თავთან სამხრივი მეგობრობის. აი ამ რეჟიმში ვართ. რაც შეეხება სპეციალურად ამერიკაში ჩვენს ელჩს, არაფერი პირადი, მაგრამ პრაქტიკულად მუნიციპალური სამსახურის უფროსის მოადგილესთან გადაღებული ფოტოც კი გატანილი შესაბამის ვებსაიტზე საღდება როგორც ქართული საგარეო უწყების მორიგი წარმატება. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ვენსი რომ საქართველოში ჩამოსულიყო, ამას როგორი შეფასება მოყვებოდა. არადა ჩვენ დღეს მოვისმინეთ მეტად ეგზოტიკური დასკვნა ერთ-ერთი პარლამენტარის რომ ვენსი მიდის იქ, სადაც მშვიდობას გასაჭირი აქვს. და რა უნდა იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი ამხრივ დალაგებული არის. ეხლა ეს რომ იყოს მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორისა და გადაზიდვების საკითხი, რა თქმა უნდა, მაშინ შეიძლებოდა თქვათ თემის ესე გამარტივება, მაგრამ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჩასვლა ეს არის ღრმა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიმბოლიზმით დატვირთული ვიზიტი. ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო არტერია, ეს არის პოლიტიკურ სისტემებთან, კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებთან და ფორმაციებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამყარება, გაღრმავება, მხარდაჭერის აღმოჩენა. გარდა მაგისა, ვინ თქვა, რომ დღეს ტრანსპორტი არის მხოლოდ გადაზიდვები. ტრანსპორტი არის ძალიან ვრცელი ლოჯისტიკა, რომელიც მოითხოვს და მოიცავს მრავალ საკითხს დაწყებული პოლიტიკური კოორდინაციით და დამთავრებული სადაზვერვო ინფორმაციების ურთიერთგაცვით. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ტვირთები, ეს არ არის მხოლოდ ადამიანები. შესაბამისად, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი შედგება, იქ რა თქმა უნდა ძალიან რთული არის წარმოსადგენი, რთულია იმის წარმოდგენა და მიამიტობა არის, რომ ვენსი ან ალიევთან ან პაშინიანთან საკონტეინერო დატვირთვა და ჩამოტვირთვის საკითხებზე იმჟელებს. ამდენად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე გაუბრალოება საკითხისა, ისეთივე უბრალო არის, შეიძლება ითქვას იმაზე უფრო მეტად უბრალო და ფერმთალი, ვიდრე ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას საკუთრება არის. მე როდესაც აი გადავავლე თვალი ამ თემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, არ იყო მთლად ესეთი ერთგვაროვანი პასუხები. აი თვით ირაკლი კობახიძის ერთ განცხადებაშიც კი, სადაც ამბობს, რომ ვენსის ვიზიტი კონკრეტულ სატრანსპორტო დერეფანს ეხება, იქვე ის ასე ვთქვათ, ჩაკითხვის პასუხად ამბობს, რომ ნუ ასეთია მათი გადაწყვეტილება. აი ყველაზე საინტერესოა, რომ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არ ჩამოდის?
კვლავ გავიმეორებ ქალბატონო ემა, რომ ძალიან მეეჭვება და ამ ეჭვს აქვს საფუძვლიანი წინაპირობა, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამოდენა მარშრუტს ასეთ გზას ირჩევდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსპორტთან და მხოლოდ ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩადიოდეს. ანუ განაცხადია საქართველოსთან მიმართებაში ეს პირდაპირ. რომც იყოს მხოლოდ ტრანსპორტი, რა არის თანამედროვე ტრანსპორტი? აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის გეოპოლიტიკური სავიზიტო ბარათი ამა თუ იმ ქვეყნის. აი, როდესაც საბჭოეთი ჩამოიშალა და საუბარი იყო, რომ საქართველოს როგორ უნდა ეპოვნა საკუთარი ფუნქციური ადგილი და სარგებლიანობა რეგიონულ რუკაზე, მაშინ ეს ცნობილი მარშრუტები, ლოგისტიკური სამარშრუტო იქცა ერთგვარ ჩვენ სავიზიტო ბარათად, რომ რეგიონულ რუკაზე დაგვემკვიდრებია ჩვენი ადგილი, როგორც კონტრიბუტორის, როგორც პარტნიორის, როგორც მოკავშირის. დღეს კიდევ აი ეს განვითარება, რის იმოსმენით ჩვენ ვართ და კიდევ ერთი დათქმა თქვენის ნებართვით, რომ რა თქმა უნდა ამ ვიზიტით ყველაფერი არ წყდება. რა თქმა უნდა ეს ვიზიტი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეგიონული რუკიდან გაქრება როგორც სატრანსპორტო ლოგისტიკური ან გეოპოლიტიკური პარტნიორი, პოლიტიკური სპეკულაციებია ეს, რომ საქართველოს როგორც ჩულადერეფანი ქრება. მაგრამ ის რა ჩვენ გეოგრაფიულად თავის დროზე და არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ ჩვენ ორ მეზობელს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო ქონდა თავისთავად ნაბოძები სიკეთე, ეს სიკეთე დღეს უკვე არ იქნება ესე განპირობებული იმ თავითვე, ამიტომ გავიმეორებ არაერძის ნათქვამს, რომ ჩვენ დღეს უკვე რეგიონის გადმოსახედიდან ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასია, ეს არ არის მხოლოდ შავი ზღვის დიდი რეგიონი, ეს არის ცენტრალური აზიას დაერთებული სამხრეთ კავკასია. შემთხვევითი არ არის ტრამპის ეგიდით ცენტრალური აზიისა და შეერთებული შტატების საინტერესო პლატფორმა, რასაც C5 ქვია, გარდაიქმნა და გახდა C6. შესაბამისად ცენტრალური აზია გადმოვიდა სამხრეთ კავკასიაში. ამდენად კონკურენტუნარიანი ხდება ჩვენთვის უფრო ეს გარემო. ეს ისეთი ვითარება არის, რომლისთვისაც ჩვენ აწი უნდა ვიბრძოლოთ. და ბრძოლა შესაძლებელი არის მხოლოდ ერთი გზით, მაგისტრალური გზით. თუ ხარ სანდო, თუ ხარ სიტყვის მთქმელი და სიტყვის შემსრულებელი პარტნიორი. თუ შენი კურსი როგორც ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ არის გასაგები თამაშის წესებზე დაფუძნებული. ხო, არ ვიცი სად და რაში ხედავთ აი ამ ბრძოლის პოტენციალს, იმიტომ რომ თქვენი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანეთ ქართულ პოლიტიკას. თქვენ ამბობთ, რომ კრიზისი არის საქართველოში ჩიხში შესული და ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს. რა ვიცი. ხო. ეხლა მე განაჩენის გამოტანა არა, ეს უფრო შეფასება იყო, ვიდრე განაჩენის გამოტანა. დიახ, ხო, ეხლა ჩვენ რამდენიმე საკითხი შეგვიძლია აქ განვიხილოთ. ერთი არის, რომ პოლიტიკური პროცესი, აი, ეხლა რო დავფიქრდეთ ერთი წამით და ვეცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. პოლიტიკური პროცესის კუთხით რა ხდება დღეს საქართველოში? არის თუ არა რაიმე მოძრაობა ან ქართული ოცნების მხრიდან არის თუ არა რაიმე ისეთი, რასაც შეიძლება პოლიტიკა დავარქვათ, ან არსებული ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ის რაც ხდება არის თუ არა ეს პოლიტიკა. ალბათ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ამას პოლიტიკის სახელდება ძალიან რთულად თუ მოეძებნება. ეს არის უფრო ოცნების მხრიდან ძალისმიერი მეთოდები, ძალისმიერი პროცესები. ახლა იგივე დებატების თემა გავიხსენოთ, ხო? 3 დღის წინ დაანონსდა დებატებისადმი მზაობა და რა წინაპირობა ვნახეთ ჩვენ, რა მზაობა ვნახეთ ოცნების მხრიდან, გარდა იმისა, რომ სასამართლო სტომათა დარბაზებში გაგრძელდა ის უგანობა, ისი მოწმენის დღემდე ვართ. ანუ ესაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს. უბრალოდ ერთი რაც მინდოდა რომ არ დამავიწყდეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე და გეოეკონომიკურ ფუნქციაზე, ალბათ ოპოზიციის ერთ-ერთი შესაძლებლობა რომ პოლიტიკა შემოიტანოს საქართველოში და საქართველოში პოლიტიკის შემოტანა მათ შორის ხშირ შემთხვევაში გადის გეოპოლიტიკაზე არ ელოდოს იმას ოცნება როდის შექმნის ქვეყნის მიმზიდველ იმიჯს როგორც რეგიონული აქტორის, არამედ თავად თვითონ მე არ ვიცი რა არხებით, რა საკომუნიკაციო საშუალებებით, მაგრამ არა მარტო ცვლილებებზე ესაუბროს ჩვენს პარტნიორებს ან სადოს დალაპარაკება, არამედ დაანახოს ის რომ ცვლილებების შემდეგ. ხო და ამისთვის სჭირდება ერთიანი ფორმატი, რომ უფრო სერიოზულად გამოიყურებოდეს. ცვლილებების შემდეგ
როგორ ქვეყანასთან, როგორც სახელმწიფოსთან ეკნებათ ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებს და როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად, რამდენად პასუხისმგებლიანი, რამდენად პერსპექტიული და რამდენად სანდო შეიძლება იყოს ეს პარტნიორი, როგორც ინსტიტუციურად გამართული ქვეყანა. ფიქრობთ, რომ აი ამ უფრო მეტი ეფექტიანობისთვის აუცილებელია რაღაცა ერთიანი მოქმედების ფორმატი არსებობდეს ოპოზიციაში და აი საინტერესო არ ვიცი თქვენი ინიციატივის ადგილს თუ ხედავთ ამ ფორმატში, იმიტომ რომ ხოლმე ხაზგასმით არის საუბარი, რომ ჩვენ რაღაცა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არ ვიწევთ სათანამშრომლოდ, არამედ რაღაცა საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. მე ასე ჩამოგიყალიბებთ პასუხს და თუ თქვენ გაგიჩნდათ უკმარისობის გზნობა, ჩამეკითხეთ რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე და ეს არის გაცილებით უფრო რთული თემა სასაუბროთ ვიდრე ქართული ოცნება, იმიტომ რომ როდესაც საუბრობ ოპოზიციის მდგომარეობაზე, იქვე ძალიან რისკავ რომ გაახვიო საკუთარი თავი კრიტიკის ხარცაცში, მაგრამ ჩვენ ალბათ წელს ამაზე უფრო მეტად ღიად უნდა ვისაუბროთ, ვინაიდან თუ გასული წელი ასე თუ ისე მიუხედავად იმ ნეგატიური პროცესებისა, რაც მიმდინარეობდა, ასე თუ ისე საყაიმო შედეგით დასრულდა, წელს ქართული ოცნება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები მაქსიმალურად მოწადინებული იქნებიან, რომ გავიდნენ პროცესის ბოლოში. ამიტომ ჩვენ ახლა დღეს რევერანსებით და ესე ვთქვათ მოფერებით და ესეთ ნახევრად კრიტიკით საუბრის უფუნება არ აქვს. ამდენად აუცილებლად ჩვენ ოპოზიციას უნდა უთხრათ ერთი რამ, რომ პირველ რიგში ალბათ ოპოზიციურმა ლიდერებმა, როცა ჩვენ საუბრობთ ოპოზიციის განახლებაზე, რაში მდგომარეობს ეს განახლება, დაწყებული ისეთი სიმბოლიზმებიდან, როგორიც არის საკუთარ თავში ლიდერობისადმი მანიაკალური გზნობის ჩაკლა. ეს არის ალბათ მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, რევოლუციური, მენტალური რევოლუცია, აი მაგალითად წარდგენა ეთერში, რომ ამა თუ იმ პარტიის ლიდერი და ასე შემდეგ. ეს იმთავითვე უნდა იწვევდეს რესპონდენტში აღშფოთებას, რომ აქ ლიდერობაზე საუბარი არ არის, არამედ გარკვეულ მსოფლმხედველობაზე, იდეაზე, პრინციპზე, რომელსაც ჩვენ მივყვებით, რომ ჩვენ მივყვებით არა ვიქტორ ყიფიანს, ან რომელიმე სხვას, არამედ კონკრეტულ ხედვას, პრინციპს და ეს არის ალბათ ის აი მენტალური გარდაქმნა, რაც ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოახდინოს. ეს ერთი, მეორე. ნაკლები საუბარი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე და მსგავს საკითხებზე განა იმიტომ, რომ ეს უნიშნულო არის, მაგრამ ეს თავისთავად ნაგულისხმები არის, რომ დემოკრატია ქვეყანაში აუცილებელი არის, ადამიანის უფლებები აუცილებელი არის, მაგრამ უფრო მეტი კონკრეტიკა მეტად სპეციფიური მიმართულებების მიხედვით. ურბანისტიკა იქნება, მრეწველობის საკითხები იქნება, აგრარული თემები იქნება, ანუ ალბათ იცით ახლა ესეც გაცვეთილი ფრაზა არის, რომ პოლიტიკოსის საუბარში მოქალაქემ უნდა დაინახოს, აი ჩვენ პარტნიორებზე თქვით, რომ ცვლილებების შედეგად ეს ცვლილებები როგორ შევა მის ოჯახში, მის სამეზობლოში, მის სანათესაოში, როგორი იქნება კონკრეტული გარდასახვა იმ დემოკრატიული ქოლგის ქვეშ, ინსტიტუციური აღშენობის ქვეშ, მაგრამ მის ჭიბეზე როგორ იმოქმედებს, მის დაცულობაზე როგორ იმოქმედებს, როგორ შეასრულებს სახელმწიფო საბაზისო ფუნქციებს, რომლებიც ხშირად მithქვამს, არის პრინციპში გადის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სერვისების გაწევაში. რა არის ეს სერვისები? ეს არის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეს არის სოციალური უფლებების უზრუნველყოფა, ეს არის ეკონომიკური საშუალებების კუთხით თანაბარი სასტარტო პირობების უზრუნველყოფა. ანუ ოპოზიცია ხალხს არ ელაპარაკება მათთვის საინტერესო თემებზე, მაშინ როდესაც აგერ ქართული ოცნების დიდი რესურსი ხარჯება ფასების, მაღალი ფასების შესწავლის საკითხზე. რო ჩავშალო თქვენის ნებართვით და 2 წუთი დამჭირდება, რომ საჭირო არის ალბათ გზავნილების უფრო უკეთ დაკონკრეტება, მაგრამ აქაც ეჭვი მაქვს და გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ დაკონკრეტებასაც სჭირდება გარკვეული ცოდნა და კომპეტენცია. რისი დეფიციტი ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას ალბათ არ აქვს და ეს დეფიციტის არქონა რით არის იცით განპირობებული? ჩემი აზრით და შემეკამათეთ უმევსტები, თვითონ ოპოზიციურ ცალკეულ სუბიექტებში დემოკრატიის დეფიციტით, არჩევითობის დეფიციტით, მერიტოკრატიის დეფიციტით. ესეც ალბათ ახლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ მედლის მეორე მხარეზე, ეს უნდა დავინახო და
პროდასავლურმა ოპოზიციამ თუ კი უნდა ერთმანეთთან რაღაცა ტიპის გაერთიანება, აი ეს რაღაცა ტოქსიკური ტვირთი უნდა ჩამოიხსნას. არსებობს ოპოზიციაში ნაწილი, რომელიც მიიჩნევა სწორედ აი ასეთ ტოქსიკურ ტვირთად. მე რა თქმა უნდა სხვადასხვა პოლიტიკოსებს, როგორც ინდივიდებს ახლაც მინდა ამ ეთერის მეშვეობით პატივი დაუდასტურო. არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ ჩვენი შეფასებები გადადიოდეს კონკრეტული პირების მიმართ რაღაც ნეგატივის გამოხატვაში, მაგრამ აი ოპოზიციური აზრის გადახალისება, მათ შორის აი დემოკრატიულობა ვახსენეთ, ნიშნავს იმასაც, რომ როდესაც შენ პოლიტიკურ ასპარეზზე საქმიანობ 10, 15, 20 ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი წლის განმავლობაში ძალაუნებურად შენ აგეკიდება გარკვეულწილად აი ისტორიული მემკვიდრეობა, ხშირად წინააღმდეგობრივიც. ალბათ ქართული ოცნების გადმოსახედიდან ხშირად აი ასეთი საჩუქრის მირთმევა პროპაგანდის კუთხით, შენი პირადი ბიოგრაფიის კუთხით, შენი პოლიტიკური ჯგუფის ბიოგრაფიის კუთხით, ესეც შეიძლება იყოს ერთგვარი, ასე ვთქვათ, აი ის უპირატესობა, რომელსაც ოცნება ხშირ შემთხვევაში არც თუ წარუმატებლად იყენებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადემოკრატიულება, რაღაცა ასე ვთქვათ, მეტი ღიაობა თვითონ არსებულ ოპოზიციურ პარტიებში და კიდევ ერთი აუცილებელი რომ და ეს არ არის მხოლოდ ახლა ჯერ საქართველოს ნიშნით ნათქვამი, მეტი ახალი სახეების შედინება, მეტი ახალი პოლიტიკური სუბიექტების შედინება, რომლებიც სწორედ რომ იმ ხშირ შემთხვევაში თუ არც თუ ხშირ შემთხვევაში ტოქსიკური წარსულითა და მემკვიდრეობით არ არიან დატვირთული. ხო და მაინც ვერ მივიღე ამ შეკითხვაზე პასუხი. აი ამ არ ვიცი კულუარული ჯერჯერობით არასაჯარო კონსულტაციების თუ დიალოგის ფორმატში მონაწილეობთ, მიიღეთ ასე ვთქვათ შეთავაზება მონაწილეობის თაობაზე, ხედავთ რაღაცა ეტაპზე მაინც ჯერ საქართველოს ადგილს აპირებთ, განიხილავთ თუ კატეგორიულად შეგიძლიათ ეხლავე გადაჭრით მითხრათ რომ იქ თქვენი ადგილი არ არის. დიახ, თქვენ ჩემი პასუხი მიიღეთ იმ შეკითხვაზე, როდესაც მკითხეთ რის ირგვლივ უნდა ხდებოდეს გაერთიანება და ჩვენ თქვით რომ ეს უნდა იყოს გარკვეული პრინციპებისა და იდეების ირგვლივ. ეს ერთი, რაც შეეხება ჯერ საქართველოს პოზიციონირებას, გიპასუხებთ ჩვენი ეთერისთვის დამახასიათებელი გულახდილობით. პირველი რომ, როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური სტარტაპი, ეს არ არის საკუთარი თავის მისამართით რევერანსი. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ იმ პირველი ნაბიჯების გადადგმით დაკავებული, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უკეთ დავინახოთ. და ხშირად მithქვამს, რომ ჩვენთვის თავარი არის ამ შემთხვევაში შინაარსობრივი მხარე და არაფორმალური. თუმცა ყოველგვარი მოგზაურობის გარეშე გეტყვით ქალბატონო ემა იმასაც, რომ ის სასტარტო პერიოდი, რაც ჩვენ გავიარეთ, არც თუ წარუმატებელი იყო, ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ ინიციატივა ჯერ საქართველოს მინიმუმ ორი რამ შემოაქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის ნდობა და ეს არის იმედი. აი თუ შემიძლია მე ამ ორი შეიძლება ჩემი სუბიექტური აღქმა არის, მაგრამ ურთიერთობთ რა ადამიანებთან, მედიასთან, სხვადასხვა წრეებთან, აი ეს ორი ნიშანსვეტი, ეს ორი თვისება ჩვენი ახლა ტრაბახში არ ჩამithვალოთ, ალბათ დამახასიათებელი არის. შეიძლება ასეთივე შეფასება საკუთარ თავს მიცენ სხვა ხელახლა შექმნილმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მაგრამ ახლა კონსულტაციების თემაზე გადავიდა ჩვენ და ურთიერთობებზე. არის ახლა ესეთი შედარება რამდენად ამ ეთერს მოუხდება, მაგრამ საბჭოთა ჯარში იყო ჯარისკაცებში ესეთი დაყოფა, ისინი რომლებიც უკვე დამსახურები იყვნენ და ახლად გაწვეულებს შორის და იყო გარკვეული ესე ვთქვათ იერარქია. ესაც, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი გზა გავიკვალოთ აი ამ გარემოში, აი ეს ანალოგი რატომღაც მახსენდება, რომ ისინი რომლებიც ძველები არიან, ხშირად ეს ვთქვათ აი ამ სიძველეს თარგმნიან. დამონათება ხდება ხოლმე, თუ არ ვწდებით დედოვშინა ერქვა ჯარში, აი როდესაც რაღაცა უფრო რო დაგამონათონ, უნდა დაიმონათო თავი, მაგრამ უბრალოდ დამოკიდებულებაზე ვამბობ. ამ შემთხვევაში ეს გამორჩეულობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადიოდეს, უბრალოდ დამსახურებულობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადიოდეს ექსკლუზივში და მონოპოლიზმში. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ მეტი თავმდაბლობა
მეტი უშუალობა, მეტი ღიაობა, მეტი დემოკრატიულობა, მეტი მიღებლობა, ამით საქმე მხოლოდ მოიგებს. რა შევლინდება ხოლმე შეგიძლიათ მითხრათ აი ეს რაღაცა უპირატესობის წარმოჩენის მცდელობა. მე მგონი მე ახლა საკმარისად მეტად გითხარით და ძალიან გულახდილად გითხარით და ახლა დეტალიზაცია აქცენტი. და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთ თემას დავაზუსტებდი, სხვა შორის სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა აი ამ შესაძლო მოდით საჯარო დებატებს და პოლიტიკურ დისკუსიას, პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ის ამბობს, რომ არსებულ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ოპოზიციაში შექმნა სხვადასხვა მოსაზრება, ანუ დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილიო. იზიარებ თუ არა ამ მოსაზრებას და საინტერესოა თქვენი საბოლოო პოზიცია ამ დებატებს განიხილავთ თუ საერთოდ კატეგორიულად გამორიცხავთ? სრულად, ახლა მე რაც მოვისმინე, ალბათ სრულად პირველი მოსმენით ვერ დავეთანხმები ყველა ნიუანსს, მაგრამ მთავარი პრინციპი არის, პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, რომ იმავე საღამოს, ოდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება, ჩვენ გამოვეხმაურეთ და თქვით, რომ ჩვენ მზად ვართ. გვეგონა და მოლოდინი გქონდა შეიძლება ძალიან მიამიტური, რომ ამ განცხადებას მოყვებოდა შესაბამისი ნაბიჯები, მაგრამ შემდგომი დღეების ქრონიკა მიუთითებს იმაზე, რომ ეს განცხადება არ იყო გულწრფელი, მინიმუმ რო თქვათ, ეს იყო გარკვეული თვალთმაქსური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე გარეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა როცა შენ სადებატოდ ვეპატიჟები და ამ დროს ძველი მეთოდებით, რეპრესიული მეთოდებით აგზელებ ოპონენტებთან საუბარს, რა თქმა უნდა, აქ დებატების ზღვარი ძალიან მცირე არის, სივრცე ძალიან მცირე არის. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში არა იმიტომ, რომ ხარ თქვათ რეკლამა გაუკეთო საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ბატონ კობახიძესთან ჩემთვის დებატი იქნებოდა ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით აუდიტორიისთვისაც ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნებოდა. ეს ჩემთვის საინტერესო მოსაუბრი არის, მისი ფსიქოტიპაჟიდან და ტიპაჟით დაწყებული და მისი ინტელექტუალური ბაგაჟით დამთავრებული, ჩემთვის ძალიან საინტერესო დუელი იქნებოდა, მაგრამ ასე დებატზე რო გახვიდე, გარკვეულწილად იცით, აი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციაც უნდა გქონდეს და ლეგიტიმაცია ამ შემთხვევაში გადის თვითონ დებატის კონცეფციისადმი ლეგიტიმაციაზე. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ამ თემას გავარჩევთ, საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ასეთი შემოთავაზების მიმართ სანდოობა და მიმღებლობა ძალიან დაბალი არის. მოკლედ ყველაფერი დამოკიდებულია რეალურად იმ ფორმატზე, რომელიც ჩამოყალიბდება აი ამ დებატებთან დაკავშირებით და ასევე ალბათ ოპონენტებზეც, ანუ ერთადერთი კობახიძე თქვით, რომ თქვენთვის ეს სიტყვიერი თუ აზრთა ჭიდილი, აზრთა დუელი მასთან საინტერესო იქნებოდა, ანუ მხოლოდ მას განიხილავთ როგორც ოპონენტს ასეთ ფორმატში? საერთოდ ზოგადად ვთვლი, რომ თუ დებატების ჯერი დადგა და ვიმეორებ აქ მარტო განცხადება არ კმარა. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც დებატებისთვის შესაფერის გარემოს შექმნის და განაწყობს მეორე მხარეს დებატებში შევიდეს. ეს უნდა იყოს დებატები მხოლოდ პირველ პირებთან. ასე შეიძლება იყოს იერარქიულად 2, 3, 4, 5 მეტი არა, ახლა ჩვენ ნუმეროლოგიით თუ არ დავყავდეთ, ახლა რიგითი წევრები, ქართული ოცნების ან მათთან დაახლოებული პირები სადებატოდ დიდად საინტერესო მხარეს არ წარმოადგენენ. კეთილი, სხვა შორის აი დღევანდელ განცხადებაში კობახიძემ არ გამორიცხა, რომ თავადაც მიიღოს მონაწილეობა აი ასეთ საჯარო დისკუსიაში. ვნახოთ, როგორც თქვა გასულ კვირას, რომ დაახლოებით 2 კვირაში უკვე რაღაცა გადაწყვეტილება აი ამ საჯარო დებატებთან საინტერესოა დაველოდოთ. მიმართებაში ხო მიღებული იქნება. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიქტორ ყიფიანი, ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი ჯეოკეისის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსით ეთერში დაგებრუნდებით 4 შაბათს, თუმცა მე და თქვენ ამ არხზე ხვალად შევხვდებით ერთმანეთს.